გამარჯობა კიდევ ერთხელ, მოკლედ ჩვენ მორჩით არუნას ვიზიტი, ეხლა ვართ საბურთალოზე, დიდი მოლი არის, ძალიან მიხარია, აი მართლა გეუბნებით, აი გადატენილი არის ევროპაში ვართ რა, აი მართლა ასეთი გადატვირთული ყველაფერი სავსე, მაღაზიები, რესტორანები, რაღაცები და მოკლედ ეხლა მივდივართ, იცით სადაც მივდივარ, მაგრამ მანამდე შევხვდა თამოსკინი. საყვარელი გოგო არის. პირადად არ ვიცნობ, იმედია გავიცნობ, ძამაგარი გოგო არის. და რა ვიცი, მომეწონა ის რომ გამარჯობათ. მომეწონა ის რომ აი ეს ვიტამინებზე რაღაცა იყო, მე მივწერე და თქვა, არა ბატონო გიორგი, ვიტამინებს არ ვაკეთებ. ვიტამინებს ხო არ ყიდით? არა, არ ყიდიან. აი შეხედე გერაცველი სულში. ძალიან სასიამოვნო არის. მოკლედ, კახო, ჩვენ ქვევით მივდივართ სხვაგან. აი. თა რო უთხარი, ვიტამინს ხო არ ყიდე შეშინებული ზაღე? არა. აი ეგ არის რა. გააკეთე შენი პარფუმერია რა პრობლემა არის. მოკლედ, აი ძამაგარია. არ ვიცი თქვენ რას მიგავს. პოლი, რა გინდა, პარიზის არის პოლი, ბრანჩი, მაკდონალდსი, ბურგერი, აი ყველაფერი არის. ვაუ. აი მართლა ვაუ არის, აი 10 წლის უკან რო ვიტყოს, თბილისში ხდება აი ასეთი რაღაც მაგარი ადგილი, ვერც კი წარმოვედგინა, აი რა ვიცი, ნახეთ ხახო გადატენილი არის. კომენტარები და რაღაცები თქვენ მე ვიცახი რაც არის რეალობა რა ხალხო აი ეს ინტერნეტ ბაბლში ხო კაი მე საზოგადოებაში შეიძლება რაღაცას ვერ ხედავ მაგრამ ხო ხედავ ახლა აქ რაც ხდება ხო ანუ იყიდება ყველაფერი ხალხი საჭმელს ჭამს რესტორანებში დადის უაზრო ვიტამინებსაც ყიდულობენ ნუ რასიზამ ავსი თუ რამე ბრენდი არის ადრე ჩამომქონდა არაფერს ჩამოდან არ გენდა ყველაფერი აქ არის ძალიან მაგარია ძამაგარი რამე ხალხია ხალხი მოდის მიდის მოკლედ ჩვენ ახლა მიდო ძალიან მაგარ ადგილას ეს შეკითხვა იმედია რომ ფულის დახარჯვა მომიწევს რა აი ძალიან არ მინდა რომ დავხარჯო ფული მაგრამ რა ვქნა ნახოთ სატესტო შესყიდვაზე მივდივართ ხო ნახოთ არის თუ არ არის ეს პროდუქტი სატესტო შესყიდვაზე ვიღაცამ ცნობს და რომ მიყოთა მიცინია სიმპათიური გოგოა. კარგი. იმედი აქ ინტერნეტი დაიჭერს. რაღაცა ქვევით მიდივართ. მოდით ნახოთ ახლა საათ ვართ ჩვენ. ოკეი. მოკლედ ვართ მოლში, ტექნიკა იყიდება რაღაცა. აჰა. ეს შეკითხვა იქნება იმედია, აი როგორ მინდა გულსფერდ გითხარ, აი მართლა არ მინდა კაცო ეს კაი გოგო არის, მაგრამ ერთი სურვილი მაქვს რომ არ კონდეს, აი როგორ მინდა რომ ეს არ კონდეს, აი იმედი მაქვს რომ არ იქნება, იმედი მაქვს რომ არ იქნება. და შევეკითხე. აუ აქვს. გამარჯობა. ვიტანუკის ვიტამინი მინდა მწვანე რომელიც არის. გათავდა და წითელი? და რა ღირს ეს? აი მე რამდენი ხარი უკრამდე ფუნა გადავყარო მომეცით აუ როგორ არ მინდა და ეს ამ შემადგენლობას ნახავ იქნება არ ვიყიდე და C ვიტამინიო red albus carbonate protein ingredients რაღაცები ხო გავაფრთხილე რომ მომდივარ ხო ვთხოვე რომ ამოიღე ანუ საყვარელი გოგო მაგრამ რა ვქნა მომეწონდა გადავიხადე ჯანდაბას ამდენი ფული და ვაიმე ნუ კი რა ვქნა აი კაი გოგო ხარ კაი დუშკა ხარ გითხარი რომ მოვდივარ ჩემო საყვარელო სხვა ძალიან კარგი აი არ ვიცი გადახება უთხრე მაგრამ ძალიან კარგი კონსულტანტი ყავთ აი ალბათ ეს რაღაცები კარგია და მართლა გეუბნები კონსულტანტი ძალიან საყვარელი გოგო არის აი ძალიან ღიმილი და ნუ ახლა ის არ უნასთან გამომივარდა ვეძბა ეგრე არისო ხო შეთქვესაც ნუ ახლა გოგო აკეთებს თავის საქმეს ძალიან გულსხვად გონება ის მწვანე ვიტამინი არ აქვს მაგრამ აი ეს წითელი ვიტამინი აქვს ნუ კი I am so sorry მაგრამ რა ვქნა უნდა გაგაკრიტიკოდა უნდა გადავიხადო სულ ერთია თან ამდენი ფული უნდა გადავყარო ხალხთან ამას ვინ შეჭამს ეს არის ზაღლების მის გაკეთებული ქარხანაში მე რა დავაშავ კარგი ოკეი მე თქვენ გააფილი არა პირიქით ანუ ნუ კი კაი ტიპშარი კაი გოგოა მაგრამ ნუ აი ჯუთხარი ნუ არ გიდა ის სხვა რაღაცებს ხო აკეთებს აი ფეშენი კოსმეტიკა აი ეს ლიპსტიკი რაც მე აზერო რა არის ეს კარტა შევინახო ფულები 40 რამდენი
მე თამშვიდობაში ინსტრუქცია მოყვება? ხო და ამ ვიტამინს ქართული ინსტრუქცია თუ მოყვება? უნდა გავიმეორო, იმიტომ დღეში შეიძლება 2 ცალი. ისე? არაფერი ისეთი არ ჭირდება მაგას. 2 ცალი 1 თვის გამოში 1 თვის კურსი არის ზუსტად 60 ცალია შეგა. და რაში დამეხმარება მე? ეს არის თვის წველისთვის, ჭკილების სახის კანონს. ან თმა რა ხარ რომ მივარდება, ესე იგი თმას ამგენს, კიდე ფჭხილებს აღმდგენს, კიდე ამაგრებს. იქნები ლამაზი? მაშინ რა თქმა უნდა ლამაზი ხარო. ხო, ნუ მოკლედ, დიდი მადლობა კონსულტანტთან. პრეტენზია კი არა, ძალიან საყვარელი გოგო არის, არის თქვენი სახელი, მაგრამ ძალიან საყვარელი გოგო არის. თავის საქმე გააკეთა სერვის პლუსის უმაღლესი დონით, რაც არის სიმართლე ხონდა ვთქვათ არა? რაც არის სიმართლე, ნუ კი ამ გოგოსთან არაფერი პრეტენზია არ მაქვს, აი ძალიან საყვარელი გოგოა, ადგილზე იყო, მანამდე იყო მოხმარებული, ძალიან ტკბილად, ძალიან საყვარლად ესაუბრებოდა. მე ეს მე მოვიდა, გამიღიმა, შეშინებული სახე არ ქონდა, როგორც იქ არ უნდა დროშებოდი, ხალხი გათეთრდა. აქ პირიქით გაღიმებული რაღაცა და აი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებ და იმედია რომ ნუ გიხვერწები რა, აი ეგეთ რაღაცეები რა. ახლა ხო იცი, ახლა უნდა გათრიო და რაღაცები, აი რატომ აიწოდებ მაგის კეთებას? კაი, ახლა ნუ მოკლედ გაჩვენოთ კამერაში. აი, ფამი შეხედე რა საყვარელი გოგოა. აი არა ეს. ეს არის ძალიან კარგი გოგო, ამ გოგოსთან პრობლემა არ მაქვს. აი არის, აი ნუ კი რეკლამას გიკეთებ, გეუნები, ოღონდ გიხვერწები. ამოიღე რეკლამა, ერთი კვირის მერე მოვალ ისევე და გიხვერწები თქვენ რომ საქართველოში და მარტო ამერიკაში ყიდი, ოკეი? ხო და ეხლა ხელა უნდა ჩავწერო ვიდეო, უნდა ჩავწერო რაღაცეები, რომ აი ეგ რასაკი შემადგენლობა, ეს უნდა ვისაუბრო რა. Please, აი ესენი გააკეთე რასაც კი ეს I don't care, მაგრამ ეს არ ვარ, ოკეი? არც ეს და ის მეორე ის მწვანე იმედია გაგითავდა აღარ ჩამოიტან და ალბათ ეს დააგრჩა. მე ასე ვფიქრობ, რომ შენ ეს ძველი მარაგები დააგრჩა და პროსა ამოწურვაზე მუშაობ, იმედი მაქვს. მაგარ მიშველა. მე ვცადე გულსფერად, მე ვცადე მესმა და გამოსავალ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. და ხო იცი მე სად არის გაკეთებული? ხო, და სად არის გაკეთებული ის ხო იცი? სერტიფიკატი ხო ნახე? ხო და აი მაგაშია საქმე რომ ანუ ან დადოს კარგი სერტიფიკატი ან რაღაცები ქართულად. ნუ მოკლედ გოგოსთან არ არის პრეტენზია არ მაქვს, ნუ კი ეხლა გადავდივარ შენთან. კარგად ზამდებოდეთ. მოკლედ სატესტო შესყიდვა გავაკეთეთ, ჩეკი გვაქვს, ეს მიდის მოხმარებლის უფლებების სააგენტოში, ღმერთოჩემ კიდე ამდენი ფული გადავყარე. ნუ პრობლემა არის ამ კონკრეტული პროდუქტის პირველი, ეს არის ის რომ პროდუქტზე არ არის მითითებული ინფორმაცია ქართულ ენაზე. სულ ინსტრუქცია არ არის ქართულ ენაზე. ახლა განხილვა გავაკეთოთ, აი პირდაპირ. აქ არის მითითებული ძალიან ბევრი ლოგოები და ამ ლოგოებს ყველას უნდა გქონდეს სერტიფიკატები და ჩვენ გადავამოწმოთ და ამაზე არ არის. თვითონ ეს ქარხანას არის წარმოებული, მაგათ აქვთ GMP სერტიფიკატი, აწარმოენ PETS GAM. PETS GAM, ნუ გამი კი არის აგერ გამი, მაგრამ PETS, ანუ ცხოველებისათვის. ცხოველებისათვის გამის გაკეთება შეიძლება, აბა ცხოველების თმები და ფჭყილებისთვის ძალიან კარგი არის, თუ პახუთ ადამიანებსაც უშვებენ რა. ხო და მე ყეფო არ დაიწყოთ ამის მიღების შემდეგ. ნუ კი კიდევ ერთხელ შენ მე შენი მიმოწერა არ გავასაჯაროვე და შენი ჩემი ვოისები მე არ გავასაჯაროვე. ამის პრობლემაც არ მაქვს, გავასაჯაროვებ შენ რაც მომწერ და შენ როგორც მე მუქრებოდი რომ მიჩივლიდი ამერიკაში, ევროპაში და საქართველოში. ველოდებოდი შენგან კონკრეტულ პოზიტიურ მიდგომას, პოზიტიური მიდგომა როგორც ხედავ არ არის, ეს ვიტამინი ეს არის ძაღლებისათვის შესაძლებელია თმების და ფჭყილების გასამაგრებელი და არა ადამიანებისათვის. შენ არა გაქვს შესაბამისი სერტიფიკატები, საქართველოში შენ აწარმოებ არაკანონიერ საქმიანობას და დღეს ასევე ჩვენ მოვამზადეთ სარჩეს და ჩვენ შევიტანთ ოფიციალურ განაცხადს შენი კომპანიის წინააღმდეგ, როგორც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი, ეს იყო სატესტო შესყიდვა, რომ მომხმარებლების უფლებებია დარღვეული. პირველი ყუთზე არ არის მითითებული არაფერი ქართულად, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებს უნდა იყოს ქართულად. მეორე სერტიფიკატები, რომელიც შენ გააზიარე, ის არ არის შესაბამისად შენ შეიყვანე შეცდომაში მომხმარებლები. მესამე, შენ ამის შემდეგაც კი პროდუქტს მაინც ყიდი და შენ შოულობ ამაზე ფულს, რაც პრაქტიკულად არასწორი მიდგომა არის. კიდევ ერთხელ შეცდომას უნდა დაუშვი. შეიძლება მე მეგონა შენ ხმარო არ მოგიღია, მეგონა რომ
ხმას არ ამოიღებდა, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ ნუ მაინც ფული თავისას შვება ჯოჯოხეთს ანათებსო. ხო და რა ვიცი ნუკი ჯან. არ შეიძლება ეგეთ რაღაცები რა. ეს რაღაცა არც მებს აღდგენას არ აკეთებს და არ ჩხილების. იმიტომ რომ შეიძლება ესე მაშინ ეს წამალი ყოფილა და ეს წამალი ნამდვილად არ არის. ეს არის ცხოველებისათვის pet gum. გაკეთებული ქარხანაში. შენს მიერ გაზიარებული სერტიფიკატზე მაქვს საუბარი არას სხვა რაღაცაზე რა. I'm so sorry ნუკი. მეგონა უფრო ჭკვიანი იყავი. რა უქნა რა. ნუ არ უნი ერთი ყავს ინდუელი აფერისტი და ნუ არ ვიცი ახლა შენ აფერის არ დაგიძახე, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ მე მეგონა რომ უფრო პრადვინტი გოგო ხარ, პარიზში იყავი, დაინახე რა ხდება. ბოზოს პარიზიდან დაგერეკა, კემაის გეთქვა რომ ბავშვობა ამოიღე და შენი Lucky Cosmetics აკაიფუთი მაქვს. შენი გოგო ვინც არის ძალიან კარგი სერვის პლუსი იცის, კარგად ატრენინგებულია, რა თქმა უნდა, სწორად ლაპარაკობს, ლაპარაკობს, მაგრამ ის რომ ეს არადოს არ გათავდება და მე პირად გამოცდილებაზე მომბრე ძალიან კარგია და ასე შემდეგ. ეს არის პირდაპირ მომხმარებლების უფლებების დარღვევა და ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. მე შეგითხარი თავიდანვე მე როცა გითხარი რომ მოვრიგდეთ, მოვრიგება რა იყო, ისე რომ ამოგეხო ხმარებიდან ეს პროდუქტი, მეტი არაფერი არ იყო ჩემი თხოვნა. და შენ ეს ვერ გაიგე. ნუ ვერ გაიგე, გადაწყვეტილება შენი არის. მე არა, რა თქმა უნდა, მე გისურვებ წარმატებებს. საქართველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ინსტიტუტი ყველაფერს ვაკეთებ საჯარო და ღიად, არაფერ ჩუმად არ ვაკეთებ. საქართველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ინსტიტუტი შეიტანს განაცხადს უფლებების სააგენტოში, სადაც შენ დაარღვიე ჩემი უფლებები როგორც მომხმარებელი. და შესაბამისი გექნება ჯარიმები და მე უკვე სახელმწიფო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მე გულწრფელად გეუბნებოდი რომ ყოფილიყო ყველაფერი ადამიანურად და просто ამოგეხო ეს ორი პროდუქტი და გააგზავნე შენი კოსმეტიკის გაყიდვა, როგორც თამოსკინი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეს შენი არჩევანი იყო, ჩემი არა. ჩემი არა, კიდევ ერთხელ მეწყინა, მართლა მეწყინა, მე მეგონა უფრო პრადვინტი გოგო იყავი, მაგრამ და თუ რამეს კიდე დაწერ უცნაურს. აი ეს მიმოწერები რაც შენ მოიწერე, შენაც იმუქრებოდი რომ მე გამასწორებ მიწასთან ამერიკაში და ასე შემდეგ. What can I do? ძალიან გამიტყდა, აი ძალიან გამიტყდა. არ უნდა გაიკეთები ეს. Nuki Cosmetics, you are in trouble. ჩამწელებას გესურვებთ. ხაკაძე თქვა, ხაკაძე გააკეთა. შემდეგი ვინ არის? დაწერეთ. მისამნი.